ვლოგი არის, აი ეგეთია და ხან სიამოვნო. გასაწვედი. უნდა იცოდე რა. მოგესალმებით მეგობრებო, ვლოგის ვიდეოა, თხრობითი კი არა და შემდეგი ვლოგის ვიდეოა. ეპიზოდი ყვარლის ტბა და რამდენიმე იუთუბერი ყვარლის ტბის მიმოგარენში არის თათაური და გადავწყვიტე ესე კრეატიულად დამეწყო, ანუ აი ესე და ვითომ ეს GoPro-თი ვიღებ, ვითომ არა მართლა GoPro-თი ვიღებ და გადავალ ახლა ისეთი ვლოგი არის, რომ სამაგი ესპრესოს დალევის მაგივრად, Starbucks-ის სამაგი ესპრესოს დალევის მაგივრად გადავწყვიტე დავლიო ჩემი საყვარელი გემო Starbucks-ის, რომელიც არის, ეს არის Frappuccino მოკა, ეს იასამნისფერი, ყველაზე გემრიელისა, რა ვიცი, ამაზე გემრიელი ალბათ არც ერთი არ არის. შესაძლოა შეგიძლიათ ნიკორასა და ლიბრეს მარკეტებში იყიდება Starbucks-ის ყავა. ეს ვიდეო ეხა ვლოგი რა სადაც არის გადაღებული, არის ყვარლის ტბასთან, ესე ქვია ყვარელი Lake Resort. ოღონდ ეს როგორ მოხდა, ეხა წასულები ვიყავით მე 160 IQ-იანი და ჩელენჯერიანი ჰიტა, მაგარი მეკარე, ჟულიო სეზარის ფანი, ალფა რომეო რაბანა, მირო გაგოშიძე, რომელმაც უკვე ვლოგი დადო რაღაცნაირად დამასტრო, არ ვიცი რანაირად და ტვინი მოტყნეს ამ ქორომ და მირომ ჩემს დიადროდებენ ვიდეოებს. ალბათ მე სხვა საქმეებს რო ვაკეთებ, ალბათ მაგ დროს ეგენი მაგას აკეთებენ. ნიკა, მიროს ძმა ნერე ნახევთ რა მაგარ ვიძე იყო, რაღაც გამოდიოდა ხო მოდები ჩვენ რა ქონდა თავისი. ოქტოპუსი თავიდან ბოლომდე, მახარა, აჩი და всё, ხო? ეხლა მოვა ტაქსი გამოვიძახე. ტაქსი, ჩემი ძღოლი მოვა. თავიდან ტაქსი იყო, ტაქსი აუდა და მე ისე გამისწორდა, რომ ძღოლად დავიქირავე რა და მატარებს ხოლმე ხა ყვარელში მიყავარ. აი მომაკითხა. ძღოლი მომაკითხავს თქო რა გითხარით, აი აქ ჩადეთ თუ შეიძლება რა. ჰიტას ყავს 8 და 0 თუ რაღაც ეგეთი ჩელენჯერი, ანუ ძალიან დიდი ძრავიანი ჩელენჯერი ყავს, მაგრამ დაყავს როგორც ნანუკას ძველი მანქანა R1 და 6-იანი Renault Clio. მე სხვათა შორის ძალიან კმაყოფილი ვარ, ნელა რო დაყავთ მანქანა რა, ძალიან არ მიყვარს სწრაფად რო ატარებენ და უნდა რაღაცა რო გძაბავენ და ახლოს რომ მიდიონ და რო არ მევასება რა. იმიტომ რომ რამდენი საქმე მაქვს, რამდენი რაღაცა მაქვს ცხოვრებაში გადასაკეთებელი, რამდენი რაღაც მაქვს სასწაული, მე გადმოსაცემი, მოსატანი ჩემს მაყურებლებამდე, გამომწერებამდე, რამდენი საქმე მაქვს და ვიღაცის იმის გამო რომ რაღაცა შევასკდე, თუ გადავრჩი უეჭველი დაუბრიდავ იმას რა. ანუ მაგრად არ მევასება რა და თან ზოგი როგორია იცი, რომ გაიგებენ რომ არ მევასება ჩქარა სიარული რა. უფრო აი გაშინებენ. ანუ უფრო დიდ მანევრებს აკეთებენ და მე გიღადავებიან რომ გეშინია. ანუ რა თქმა უნდა, ანუ ხო და ჰიტ არის ძალიან კომფორტული მძღოლი. ძალიან ყავს მაგარი მანქანა, კონდიციონერი უმუშავებს. ნელა დაყავს, სწორად დაყავს, მაგრამ გზები არ იცის რა. გზები არ იცის. ყოველთვის რა სადაც არ უნდა მიდიოდეს, მაგალითად დიღმიდან მიდის ფილისი მოლში. ხო, ორი შესახვევი გაქვს. ერთს უეჭველი რასტურად შევუხვევ სადღაც რა და ეგეთი რაღაცაც მოხდა ზუსტად. ძღოლი გაფუჭდა, მეგობრებო. ზუსტად მქონდა დარჩენილი 49 კილომეტრი. არა, ნაკლები 49 კილომეტრი მე მქონდა, მანამდე მქონდა. ზუსტად მქონდა 44 კილომეტრი იყო დარჩენილი. ერთ შესახვევს აცდა ეს ვაჟკაცი და უცებ გახდა 77 კილომეტრი. ისედაც დავაგვიანეთ, აი აქ ვიყავით, აი აქ უნდა ჩაგვეხვია, გავწდით და უნდა ჩავიდეთ. ანუ უნდა გავიაროთ კარდენახი, ანაგა, მაშნარი, წნორი. გურჯანში უნდა ჩავიდეთ. მოვაბრუნოთ, უკან გავიაროთ წნორი, მაშნარი, ანაგა. კარდენახი და თავიდან ჩავუხვიოთ იქ, სადაც უნდა ჩაგვეხვია. ჰიტა, უცებ ჩიპზე გვაქვს 56 წამი ადგილი. Mind blow გააძრე. თუ 10-დან 7.5-ზე მეტი mind blow არ იქნება, აი ამას ფანჯიდან ვისურვებ. შეიძლება მქონდეს შენთვის რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც გეტყვი. მე შევაფა 43 დაგჭა. ხეები და ბალა
და ზოგადად მწვანე მცენარეები რაც არსებობს ხმელეთზე 34 წამი. ჟანგბადის წარმოებაში და ფოტოსინთეზში თითქმის არანაირ არ შეიარაღდა არანაირ. აბა რა შეაქვს 25 წამი. წყლის მცენარეებს. წყალმცენარეებს. და შესაბამისად თევზაობა შეიძლება უფრო აზიანებდეს ჟანგბადის წარმოებას ვიდრე ხის მოჭრა. აჰა. თევზებს და იმას რა უნდა ის გოგო რო არის? 10 წამი გაქვს. ეკოლოგიის შეახასე აბა 10-დან რამდენი? 7 თუ 8 ნახევარი. აბა რა. მორჩა. როგორც კიდე ჩავედით იქ. ამას დავათრობ და ისეთ ვიდეოებს გადავიღებ, რომ არასდროს თავის არხზეც არ ექნება ატვირთოთ. ჩამოვედით რანჩოვარიანში. შენ უძაცინე ჩემს ჩუსტებს. უთო ტატუს თუ ჩუსტებს, რომელიც დღეს აქ რამე უნდა მქონდეს. აი ძალიან პატარაზე ვანახებ შენ ტატუს, აი ძალიან პატარაზე, რა დეტალს ვანახებ, აი აქ, აი ქედა სადღაც, აი. გადაგიგე. კაები პატივცემენ ბოზებს ჩვენი ეშინია. აი ქუძე ხარ ასე აუწევს ზუმ. ეს ხო იცი რატოა წითელი? რატო? ბოზს ვაკუწმაწები და გადამესხა შეჩი. ნანუკას ადრე გადაესხა და გავხუნდა ცოტა. ნანუკას კაი ბოზების დედის. აქ თევზაობის ის არის? მითევზაო? სპეციალური თევზები არიან დაგეშილები ხო საჭმელს მარტივად იჭერთ თევზებს. სახიობი თევზები. აი დავიჭერთ გველს ჩვენ. შენ ის ფობია გაქვს? ლოგოკინის ხო? დღეს ლოგოკინას წაისვამ სიტა. გაჭყლიტავს და ანუ ვაფშე ლოგოკინას სახში შევა და 24 საათი გაატარებს ლოგოკინას ბაიძე იტა. ხო ძალიან იუთუბერულია. 24 საათიან ჩალენჯი ლოგოკინის სახში. 24 საათი ვცხოვრობ ლოგოკინას სახში. სათაური რა იყოს? ახლა. და ჩელენჯ იუთუბერების ჩელენჯებს შევასრულებთ მე და ჰიტა ლოგოკინას სახში. დაგვიწერეთ კომენტარებში რა გავაკეთოთ. დაგხვდნენ არავინ მარტო ოქტოპუსი იყო ჩამოსული, დანარჩენი ყველა გვიან წამოვიდა. ოქტოპუსი იყო როგორი კვეთი ჩამოსული, რომ ჩავედით. ნაჭამები იყვნენ, ნასვამები იყვნენ, დაღლილები იყვნენ უკვე იქ იმდენი ხანი იყვნენ და აუზიდან მოდიოდნენ. ანუ შეხედეთ, ჩავიდნენ, ჭამეს, დალიეს, წამოწდნენ, წამოდგნენ. ილაპარაკეს ერთმანეთს წამოაუზე წავიდნენ, იცურავეს და რომ ჩამოდიოდნენ, მაშინ ჩავედით ჩვენ. მეგობრებო, ვინც მოხვალთ ყვარელში, აი ეს ცხოვრობდი მე 13 ნოემბერში. მოგზავნით, შემოგზავნით აი ეს არის. Что это? Румтури. Აგერ აი ეს ადამიანები მიდიან გველებს მეიჭერენ რა და აქ მასთან არის ბევრი გველი. რომაზია. შეიძლება ჩამოხილე კანკა. დაინჭირო გვენი. გვენი. პირველი დღე ძალიან ისეთი იყო, chill დღე იყო რა. დავსხედით ერთ სუფრაზე, მივირთვით, ჭამეთ. შენ რა გაცვია? ფლაყანცები მეცვას ნასკები. მე ხარ პოტოსები ჩავუჩი. და მოგბაძო უნდა მეც? კი. ჯანდაბა, კაი ხო? არჩი. არჩი. რაო კოკო. მოდი. სათხარის რა? შენ? ბიჭო, ჩამოვედი რა. ძალიან არა. ეს ყველაფერი შემოწაიღო, მოგეხმარებოდი, პროსტა ხელი ვიგრძე. ფეხზე ნახე ფოტოთებია შეხეთ.
ისე მაგწონას ვათრევდე მეც მექნებოდა კუნთები. მოგესალმებით ჩემს vlog-ში ისევ დაბრუნდით. აგერ ეს ადამიანი მოვიდა ჩემზე ილაპარაკა თინავიდეო შაბანამს და შენზე იბაზრაო და გადავახმობთ ის არის იბაზრაო. რა უცებ კაც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 
მოეჭოლი. მე არასდროს არ მითამაშია, მაგრამ პირველად მითამაშე და მოვიდა. გავსინჯავთ მეგობრებო. ფასია რეკლამას გაიკეთე 2 წამი და მიდი. ახბოს, რაო? ჩაშუშულს გავსინჯავთ. 3 2 ეს არის ხოს ჩაშუშული. ჩაკ შუშული. ამას ეგეთი კაია. მინდა რეალურად გავაკეთე, მინდა როგორია? მიდი რა. ეს არის რეალური. დედას პიცა გასინჯე და ის უბრალოდ მაგას არ გმერმა? ეს რა, იმ დეივიდ ჯონსის გული არის, შეხედა, შეჩემა. დეივიდ ჯონსის გული ყველაზე გემრიელია მას. შეხედა იმენ. ალბალა? გამოდის იმიდან, უილ ტერნერი არის. კედლიდან რომ გამოდის ტიპი, ხო იცი? მამამისი. იმას რა ქვია? კაპუსტო და კალისტო. რაბანა დასპაუნდა მეგობრებო? რეკლამა გავუკეთე ამასთან. მე არ ვიცი, ფეშენ ჭამენი. ადამიანურად, ამაბანურად. რაბან ჭამე და კარში ჩაგულდექი. მაცადე შეჭ. აუ ახალი უნდა რა. არისო ჩარტუ. არისო ჩარტუ. ჩემპიონი ნომერი 1 რა. ვინც ყველაზე საუკეთესოდ გააკეთებს ხმას ერთი ქულა ეკნება. აი ამას რა ხმაც ეკნება ოღონდ. ხო, რა ხმა ეკნება, რა ბაკეთებს შენ. მიდი. თითოც და გვაქვს? კი, თითოც და გაქვს ერთი. საგებია? საგებია? მეგი. ხმა უნდა გააკეთო, რა ხმაც ეკნება. რას? ამას. მიდი აბა. არა, ჩემ უნდა გამოიცნო. ბაზარია, ნანუკა. My girl was that. ეხა გაჩი. ეს მოიცა? ეს ჩენტერობ შეიძლება. კაი. ოი, ყოჩი. პირით რა გააკეთო შეჩუმა. გას. ამან ისოსავი. ჩემი იყო სწორი. არა. არა ის პირველი ორიგინალი გავაკეთე მე. არა. აი გავუკეთე. მოუჩით. აჩათავს. დილას დავიწყეთ ღამე დავამთავრეთ ბეიბი ბუბუები, აბა თქვენ იცით. გაუთ რამე გითხარ, რამე გუშველე რა. აუ, აი ყანე რა ის ბიჭი რა. ზან ფრანგული ზობრაგა. სახში არ იციან რომ სიგარეტს ვეწევი. შეიძლება რომ გავიყანოთ. ლუდის ამიცის რო ღვინოს, არა დამიღო რა. რა ვქნა შეიძლება. კონსულ სიგარეტს დღეს ვეწევი. პირობას და ეფოს რა? დღეს რა? რა თქმა უნდა, მე ყოველ დღეს ველი გიხდი. ეს ახლა რაღაცა გოგოებს რეპრანჭები არ ითვლება. ფრანცკავ რა. სხვადასხვა ექსკლუზიურად ჩემთან. პირველად დალია ღვინო. კამი გავსაკეთებ. ცოტნე. პირველად არ დავცალე ჭიქა შეჭი. ექსკლუზიურად ჩემთან კამი გავსაკეთებ. და გეპატიჟებენ ნომერში. კაპიტალი რა უხეში ხამე ხალხმა რაღაც ცოტა იმას ქნა. ეს არა ის უხეშია ეს ასურელი როა ის ყველა მეთით ეს რო ასურელია და გვარად რო ბიტ გამოტოვება რაბან არის მიავლაპარაკო ჩემს ყველა ხო აი ბიტ გამოტოვებული რაბან არის. გვარი არის ეგეთი ნიკოლოს ბიტ გამოტოვება ანუ space რაბან ბიტ რაბან ანუ აი პონჭა ცოტაოდენი რა ცოტაოდენი რაბანა ბიტ რაბანა ეხ შეხარ თვალი რაღაცა გადავარი და აი ბურჯი კი და მაგიდაზე თავი დააწყი რა აი ხდე აი ხო ანუ ზამე თესლობა თუ არ გამოაშენც ის ამგაროს და მე გამევქნები რეჟისორი შეხედე ესე მთვალი ესე ვქნა და 1 2 მიდი სხვათა შორის ადრე ესეთი რაღაც მოხდა მახარას და აჩის ვეჭიდავი აუზზე რა მე წყალში ჭიდაობაში ვარ ძალიან მაგარი მაგრა ვჭიდავ წყალში რა და მახარას და აჩის ვინც პირველი ჩააყოფნებს თავს ან ჭიდაობ და ვინც პირველი ჩააყოფნებს თავს ის იგებს დიდი ხანი არ უნდა ჩან ვარ ვახრჩობთ უბრალოდ თავს ვაყოფინებთ რა
და მახრას დაჩის ჩავაყვინთე და მიდი ხელი გადავუწევდე. ჭიდაობაში რომ მოგვიგო იცი? ამანა ჭიდაობაში. ერთად ვიყავით მე და მახრა თუ რაღაცა. მე წყალში ძალიან მაგას. წყალში არის თევზია. მოსავეჯი ისე მიყოლებოდა და ვიძებნოდი ბიჭო. და ეს პირველად დაბალია, პირველად ვიძებნო, მაგრამ მაინც მე ვეძებნოდა ძალიან. ჰიტა არის, ჰიტას ხელი არის. შეუძლია რომ ესე თავზე მომკიდოს ესე ხელი და ესე თლიანად ანუ ესე მომკიდოს თავზე ხელი და აი რა ვიცი რა, ანუ დამჭმუჭნოს. და დაუწყე ჰიტას ჭიდაობა, ეხლა ეგ კადრები არის, საოცარი მატჩი იყო, 3 რაუნდი ვიჭყობეთ. ჩემს კუთხეში იდგნენ მირიანი, ნიკოლოზ გაგოშიძეები, ჰიტას კუთხეში იდგა რაბანა, ეგეც ჩემკენ უნდა დაყოფნა, პროსტა ჰიტა შეეცოდა და ჰიტას კუთხეში იყო. ნელა უკან, ხალხია. აი მე საჯივა. ხაჭიმე. ეს ხარავათა შევი. Tutila. ეხა ეს რა თქმა და იმენა კამბექი. Давай, вот. Дай какие-то чакопа. Final round. Арчи, кассе. Опа, так. როგორც იცით, მირიანი და ნიკა არიან ანუ ბათუმში ცხოვრობდნენ რა. თავიდან ადრე რა, ბათუმში ცხოვრობდნენ. და წყალშენან გაზდილები, короче. ნიკას ზოგადად ყველა მიცის ახლა ვინც ნიკას იცნობს, ფეხები აქვს, გლასტები აქვს ფეხების მეგოთ. ანუ აი თითებს რო გაშლეს, იქ შუაში რაღაცეები აქვს, აი ბაყაყს რო აქვს, ხო იცი? აი ესე რო აკეთებს, აი კატერივით მიდის რა, ანუ ძალიან ჩხარა დაცურავს რა. 55 აქვს ფეხის ზომა, ანუ ძალიან სწრაფად დაცურავს. და მიროც კარგად დაცურავს და მირიანმა თქვა რომ ყველა ჩაგვეყვინთა და ვინც ბოლო ამოყვინთა და ის მოიგებდა რა. აბსოლუტურად 2 1 ნინია წავაგი ბოლო მოიგო ხო ჰიტა ამოვიდა ყველა სწრაფად ამოვიდა და მოიგო საჩამს ტატუაჟ სტილს არ მოსწონდა რასაც გახატავდა მაგრამ ხო გახატავდა გოიში რა ჭიქო აქ ჰიტაკის რო ელოდებოდი ამ ტატუს სიტას რომ დადროპავდა მირიანმა იასნა ბოლო ამოყვინთა და ბოლოს თქვა რომ კაროჩი მოუშვი ჩავხვდებიო და მერაბდოვალიშვილს გავცურავო ჩაყვინთულიო მთლიანადო და უკან გამოვცურავ რა რამდენი მეტრი იქნებოდა ერთი 15 მეტრი მინიმუმ აუზი იყო რა 30 მეტრს ჩაყვინთული გავცურავ რა დავენიზლავე რაზე დავენიზლავე კოქტეილზე დავენიზლავე ეხა არის ეს ფუთეჯი და თქვენ გადაწყვიტეთ
მირიანმა შეძლო თუ ვერ შეძლო. ეს ავატყოფია. მე აქედან იქით ვერ გავავი. ეს ავატყოფია, ბიჭო. მოვიდა. ხათაო. ვაუ, ნამდვილი. ვერა! აბარა, ბიჭო, აბარა. ეს მომიგებდა, ბიჭო, აბარა. Not even close, ბიჭო, ახალსაც ვერ მიხდები. არა, ბიჭო, ავატყოფია. მერაბ გვალიშვილს უნდა შეაჩერო. მოვიგეთ რა ვანგილოცავ. ჩვენ ვართ ყველაზე მაგრები. ვაი. მე მამაფუրա ვერ შეძლო, იქ ჩემი ჰეითერები იძახდნენ რომ შეძლო, მაგრამ მე მაინც კეთილი ადამიანი ვარ და მიროს კოქტეილი ვუყიდე. მეორე დღეს რა თქმა უნდა დავიწყე ზრუნვა იმაზე რომ ყველას დაგველიგა საერთოდ. არავინ მე ყველა მეუბნებოდა რომ ვერაო. არა ვერ დავლევ რა მეზარება ბიჭო ჩადი ხარ 20 კაცი ხარ სადღაც ერთ ადგილას. დალიე რა. და მაინც არა და ერთ სუფრაზე მოვხვდით შემთხვევით რა რაღაცებს ვაკეთები და ჩავედი და სუფრაზე მოვხვდი და ავიღე ჭაჭა, ერთი ბოთლი ჭაჭა, 1 ლიტრი ჭაჭა 44 გრადუსიანი იყო და ვინ დავიწყეთ დალევა? მე ჰიტამ და მირომ და რაბანამ დავიწყეთ დალევა. მერე ტატომ ჩამოიარა და ტატო დავისვით ძალით და თან ვუღებდი რა. ცოტა უფრო მეტი პასუხის გემობა. და მეთქი ესე უღებდი სახეს, ესე უღებ და მეთქი ტატო დალიე მეთქი რა. და დავალევინეთ ძალით, მე მეორე ჭიქა დავალევინეთ, მე გავიდა, კალამ ჩამოირა, კალა დავსვით, კალასაც დავალევინეთ, მე გუნდის სადაც ცოტნეს არ გჭირდებოდა და ლევინებინებინება. ისიც დალიეს. მეორე ბოთლი, მესამე ბოთლი. სადრიზოლი მეკითხა. აბა? აბა, იქ რომ გამოდიხარ და რაღაცას ბაზროს პროტეზი.ანი და ჩამო, ეხლა ჩამო. კუსტარულად მოხერხვალ მდგომარეობა შევხვდა. ასაიდან უცებ მაგარ კლინიკურ სიტუაციას ჩამაგდეს. ვაჩო ჩემი ჩემთვის მოსასალმებლად მოვედი. უცებ გავიჩნდი ჩიქით, თეფშით და სადრიგზელოს ვალდებულება შემოვეტენა. ტაკ გარავეთ ძალიან გევრიელია მაგ. სტალი არ არის გასამაზდაბა რა. არ არის გასამაზ, გართულა და გაგიოდი. აი, აიცა, რანერ ჭვიშტარი გაქვს პირველად. ო და ჭვიშტარის ჯოხები ნაძვთან ერთად. ატო, ლუცხოა ჩააყოლე. ლუცხოა ჩააყოლე. ვიღაც ამის გამხალდეს, მე თამას უკარ გამიგვედი. უკვე ნახევრად შეგმულიო, კაროჩ. სადეგზელო შემომეტენა, მაგითო. რამეს არ მიაყოლე? აუ, რამდენი კამერა ჩარტად. ზმა გადაღებაზე. ეგ რეალიტი შოუში ხო. მადლობა პირველ რიგში ბასტო ახლა. ბასტო რა. და ბასტო შეძლო. ეგერთი, მეორე. კარგი ხალხი რო არისოთ. თქვენ და რო არ მევასებოდეთ, არც ახლა არ მოვიდოდი, აქ პირად წავიდოდი, გავიდოდი და არც ახლა არ დავიждებოდი. ჩიგრები ხართ ყველა, მართლა. ბოლნაი მთელი გულით ვამბობ, მართლა. ძალიან გაიგებები ხართ და სულ ეგეთები დარჩით როგორებიც ხართ. სულ ეგეთები იყავით, ეცადეთ რომ ეგეთები იყავთ, იმიტომ რომ კაი ადამიანები ხართ, მართალი ადამიანები ხართ და ეგეთი ხალხი არ დაიკარგება არასდროს და შენგენაც ხალხი ყოველთვის დაგაფასებს და აგერ ჩემ გასაგებს განდო. ალბათ. ოტაკი. ბასტო განსაკუთრებით ჯერ ცოტაში გააქვს, მაგრამ ძალიან კაი გაგები შეგაქვს, მე ძალიან მიყვარს. როგორი ვიდეოში? ვაჟა. ბასტო. გაგიმარჯოთ ყველას. კარგად იყავით, ბედნიერად, ჯანმრთელობა, სიხარული, სიყვარული, გული და ასე შემდეგ. ყველაფერი კარგია. Короче, იქ წედან კალა, короче, სასტავი რა. ოქტოპუსი იქ არის, короче, რაბანა იქ არის, კაითა. აი ან ტატოცება ძრება. მეორე ნახევარ კუნძულზე ხოთნე ცდილობს პირის მოძრაობით დაინახოს რაზე ბაზრობენ რა. მირო. შენ სიმპათიური არავინ არ ვიცოდი სანამ ეს ტიპი არ ნახეთ. როჟა არის. ნიკა მაგიდაზე გაივლი ესეთ კეთოქი? გინდა გათხოვო. არა, პროსტო. ავივალე. მათხოვო კი არა. 200-ს რო დავლევთ ისეც. გაივლი კეთო. სუფრას რო აალაგებენ. მე გავვლი. არა, ბიჭო, იქ არა, ფოტოსებს და შენ შარვალზე ესხმევა ის რაღაცა. და ეს მუყარო აქეთ. ხო, აქეთ. და ჩახვიდე და ნომერში ახვიდე სხვისას. მაშინ ბანკის ანგარიშზე ცოტა მეტი ფული უნდა მქონდეს. არა, იმიტომ რომ გადავიხადო, რასაც გავაფუჭო. პროსტა რომ დაწუნებული რო იყოს საკუთარ თავში გასაგებია. ეგ არის და ეგ რავი თუ გინდა ცოტა ხანი კიდე დაწეს მამორები. ანუ ყველამ საბოლოო ჯამში დავლიეთ, მაგრად დავთვერით. სხვათა შორის რაღაც ახალი გავიგე ჩვენს ოქტოპუსებზე რა. ოქტოპუსები ყოფილან საუნის ხამები. ძმებო, ძალიან შორია?
და თქვენ რას აკეთებთ? დასალებად მიდიხართ? ეგეთი რაღაც არ მინახავს, ანუ ეგეთი მარაზმი და სადიზმი და მაზოხიზმი არ მინახავს, რაც მანდ ნახე მე. წამო, საუნა გარბოდეს. 6 მსუქანი კაცი შედიოდნენ რაღაცას. საუნა იყო კვამლი იდგა, კაროჩე, რომ შევედი, რომ ჩავისუნთქე, ანუ აი რაღაცას რომ ჩაისუნთქავ, ციამსადენ გაზს რომ ჩაისუნთქავ, აი ეგეთ გაზში და სიცხეში იდგნენ და 1-20 წუთი, ეხლა წამოიქით გადარბოდნენ, მე მეორე საუნაში, ჩვეულებრივ საუნაში, გუნდიშამ იმენახამი იჯდა ესე და ხო არის 50 გრადუსი რა. ანუ სუსუელა თავზე ხელს ვერ ვიკიდებ, ესე ცხელი მაქვს თმები და ასხავს იმას და ანუ ხო იცი საუნა როგორ მოქმედებს, რომ იქ ქვები რო დევს გახურებული, წყალს რო ასხავს, შიშხნებს და უფრო ცხელდება იქაურობა. და ესე ასხავს ამ წყალს რა და მეთქი გაჩერდი ბიჭო, ანუ ზემოთ უფრო ცხელა, ქვემოთ ნაკლებად, ვზივარ სუ ქვემოთ. და ვეღარ ვარ ადამიანი, ანუ ვეღარ ვიყურები თვალებიდან და ტიპები ზედან ცხედან ჩემ ზემოთ, ანუ თავი აქვთ ჭერში. თან ეხა კალატოზი და ის არიან 2 მეტრანახევრები, ანუ ეგრე ნუ მაღლა ქვემოთ რო ზიან, მაინც მაღლაზიან და მაღლა რო ზიან, ვაფშე თავი აქვთ მიდებული მჭერზე. და ასხავენ და ანუ ერთი შეწვის ხმა არ უკვე კაცანებს ეს ისინი რა ქვია. წყალი რაც მასხია შუშხუნებს უკვე რა. ძალიან მაგარია, რა ძალიან თესლი ადგილია რა. დათქა. იქა? რატო? აქ ვერ გავშერტები. აქ ნახე, ჩავხიძის შეჭრა. ბიჭო ძალიან შინელება. შენი ნახე რა დაიწყე დამწოვისთვის. არ დადნეს ხო? ხო, ნუ ეგეც სოციალურ მომენტებს. აი, ხური ხოჩი. ხო, აუ ეს კაია ბიჭო რა. აუ, რა დამწრობისთვის კაია, მეწვის თან ანუ. ხო და იქ უარესი. შეჩერდა ეს შუსტები დადეთ. კარის დასაკეთად ადგილას, როსნე. всё? დაცხება უფრო. ხო, ვაშა. ბიჭო, მართლა კაია დამწრობისთვის საკამერა. არის, მოდი შეგაცო გაკუებს მე რო გაფუძავდა. შეიძლება რა, გენი იქცადე შესრა, შეიძლება კარო. თავი შევყავი შეჭრა. შოკი გექნება, სხეულის პოჭი გექნება, შოკი იმენა. იმდენად ეგრევე ხდება ის ორთქლი რა ცუდად. просто შედი 10 წამი თუ გაჩერდე მისამო. გუნდიშ, კარგად ხარ? კარგადია ხარ. ბიჭო, დამწრობისთვის მართლა კაია? ძალიან კაი. მართლა. დამწრობისთვის კაი ეს საუნა ყოფილა. აუზი, ავით აუზე მაგარი თამაში მოიფიქრეთ, ესე შუაში და ბურთს. და წრეზე არის ხალხი, წრეზე ყავს ხალხი და ეს ასხავს წყალს და ვისთანაც მივა, ის აგებს. ამ ბალიბულს თამაშობ და შუაში დგას ერთი ტიპი და ვინცაც უვარდება, შუაში შედის და ყველა ასხავს რა. მე გავაკეთეთ და მეთქი რაღაცა ადგნენ კიდე წამოსავდნენ და ჩავიდნენ ისე საუნაში ყველანი დაასხდნენ იმ ბუხში ერთი 20 წუთი ისხდნენ მე გადავიდნენ არ ვიცი ძმაო რას აკეთებს გვექ საუნა მაგარიაო გუნდიშამ მეთქი აი მაგარია მაგრამ აი რას აკეთ ანუ აი აქ რო ვიჯდე ხო 20 წუთი რო გავალ რას გავაკეთებ უკეთესად ვიდრე რომ ვაკეთებდი რა რაღაცები მითხრა მაგრამ არ მახსოვს რა მითხრა იმიტომ რომ ალბათ ჩემთვის არ იყო სექსუალური მაგიების კარგად კეთება იმენა გამიგრო ლუკაც ისინი კაი მესმის რომ გვანან ეგეთ ტიპებს რომ საუნა უნდა უყვარდეთ ლუკას რაღა დაიმართა ტიპი დამწვარი აქვს სიკვდილს გადაურჩა დამწრობისგან და კიდე ეგეც იჯდა და ეგეც სანამ ისინი შემოვიდოდნენ ეს ასხამდა წყალს ვახ მაგრა კი დავიწვით ისე ყველა
ვინ უფრო დამწვარია? ნანუკა. ანახე ხალხს. ზურგები ჩვენი. ბასტო და რაბან ეჯიბებიან იმაში. წინ არა ზურგზე. ვინ უფრო დამწვარია? არ ზურგზე არის. აი ზუსტად ერთნაირად. ეს მე ვაჩარე. და მე ეგ არის რომ მე წინაც ვარ რა. ეს კარგად. უიცხო შორის ჰიტა სტატუს unboxing-ი მაინც გამეკეთა, ხო დაგკვირდით. ჰიტა სტატუსს განახებთ მეთქი. აი, განახეთ. თქონთ ისე კი არა რომ ჰიტა გაიხადე ხო განახე, არა იმენა ბასტენზე წავიყო, ყვარელში წავიყვანე. ანუ რა დავდგი პროსტა დამოღავ მე. ჩემო გამომწერე, პროსტა. შეხედეთ ჰიტას მე რო უთხრა რომ მეთქი შენი დაგვი unbox-ე მეთქი და ჩემ გამომწერებს პროსტა ჩემ არხზე და unbox-ე მეთქი და არაო მითხრა გამაჯმევინა. და რამდენი ვიფიქრე, თქვენთვის ხო რა თქვენ მაქვს ჰიტა სტატუსს, რამდენი გეგმერეები ვაკეთე. წავიყვანე ყვარელში. ბასეინზე ავიყვანე, იქ მაიკით ვარ ჩავიდოდა ამ ხელაკაცი, გავხადე და დაგანახეთ ჰიტა სტატუ. მესამე დღეს გვინდოდა რაღაცებს გადაღება რა. მესამე დღეს წავედით ხინკალი ვჭამეთ. ყველანაირი ხინკალი გავსინჯეთ საერთოდ ყველანაირი ხინკალი 4 ცალკე აქვთ ეგ როგორ რაღაცა იცი რომ არის ევროპული სამზარეულო, არის ქართული სამზარეულო და ცალკე აქვთ ქოხექვია რა, იქაც მანქანით უნდა მიგიყვანონ. და ჩანკონი იქ არის მარტო ხინკალია რა. როცა ესპანელები ჩავიდნენ ამერიკაში პირველად ინდიელებთან, ინდიელებს არ ყავდათ ნანახი ცხენი, საერთოდ არ არსებობდა იქ. და ცხენზე როცა იჯდა ესპანელი ადამიანი, ეგონათ რომ ცხენი და ადამიანი ერთის რაღაცა დიდი ცხოველი იყო და ვერ ხვდებოდნენ. და კენტავრი მაქინა გაჩნდა. და შემდეგ უკვე როცა მუსტანგები და რაღაცეებია ცნობილი კულტურულად, ეგენი უკვე მე იმ ესპანელების გაშვებული გაველურებული ცხენების შედეგი არის. ამდენი food critic ერთად არასდროს არ გამჩერებულა და საუკეთესო ხელსაც გიჭამია პროსტა ანუ უყურე შეხედე ეხლა ნანუკა თქვა რომ თავიდან რომ ხინკლის სახსო კაი ქონდა ეხლა ხო იცით რომ ხინკლის სახს სოკოს ხო რა მნიშვნელობა მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ დღესდღეობით ეგ პროსტა გამოცდილება მინდა რომ ჩემს 16000 გამომწერს გავუზიაროთ თუ შეიძლება რა თუ არ გადარდებთ 16000 კაცი უბრალოდ თქვით რომ არ მადარდებს და გადავალ შემდეგზე რა არა მოდი ჯაფარად დავიწყე საუკეთესო ხინკალი? სად გიჭამია უბრალოდ რა რა საუკეთესო გამოცდილება ხინკლის ჭამისა მოდი ვთქვათ ამურამე მე საუკეთესო ხინკალი რაც მახსენდება რომ გამისინჯავს იყო გუდამაყარში გუდამაყრობაზე აი ისეთი პასუხია რა როვერ შეგეწინა აღდგები მაგრამ მე ბევრ ადგილას არ ვარ ნამყოფი მაგრამ ერთ-ერთი გამორჩეული კლიკე იყო ნამდვილად ხინკლის მიმართულებით კლიკე ბიჭო არ ვიცი. მე მახსოვს ჩემ ბავშვობაში დაიწყო 3 საათიანი პოდკასტი. ჩემ ბავშვობაში ყველაზე კაი ხინკალი, ანუ ისეთი რომ აი თითიცაჩვენებელი, მოდი. თითიცაჩვენებელი რო იყო, რა იქ უნდა მიხვიდე და ჭამო რაღაცა, მახსოვს რომ იყო ელდეპო ვერაზე. ეხლა აღარ არის, დიდი ხანია აღარ არის, ხო? ელდეპო ვაფშე აღარ სადავარ. დიდი იყო. მაგრამ მაგაზე ამბობდნენ რომ კენგურუს ხორცის არის. კენგურუს ხორცი სხვა შორის ავსტრალიურ მასტერშეფს უყურებდი და მასტერშეფში ხო არის რომ რაღაცა სხვა ხორცები ვდოთ და ავსტრალიურ მასტერშეფზე გადახვედი არა კანადურს და ავსტრალიურს უყურებ კაროჩე რა და ავსტრალიურ მასტერშეფში ანუ ხო არის აქ რო იყო რომ მაგალითად იხვი იყო, ქათამი იყო, ძროხა ღორი რა, იქ იყო კენგურუც და ძალიან პირველად რომ გამაგრად გამიკვირდა არ მეგონა რომ ხო და არ მეგონა რომ კენგურუ ესა თან მასტერშეფში კენგურუს მოგამზადებინებდნენ რა აქ რო ეხა ჯიხვი მოამზადებდნენ თეორიასაც ასეულდა რომ ელდეპოში კენგურუს ხორცი კონდა როგორც ვირიშოვი ანუ ძალიან უცნაურისა ხო აი კენგურუს ხორცი ამდენი საიდან მოქონდა ურანს ურევენ ხინკალში და ცუდია რატო ჯდებოდა იაფი კენგურუს ხორცი არ ვიცი არა იყო ეგეთი გიორგი საუკეთესო ხინკალი საად დია ერთ-ერთი ავტაფნის ხინკალი, აი დაფნას ხინკალზე overrated ხინკალი არ მინახავს საერთოდ. ყველაზე overrated ხინკალი არის დაფნა. და კარგი, სპონსორობა დავკარგეთ ერთი. არ მაინტერესებს. შენ ჭამე ხინკალი შენ ახსე რომ შემოვა სპონსორობ, მე არ მინდა, მე განსაკუთრებით. ერთ-ერთი საუკეთესო იყო ადრე მაგ თემქაზე რო ჭამეთ რაღაცა ის ხინკალი რო იყო დაბადების დღეზე. მანდ იყო, არ ვიცი რა ერქვა, ცივი იყო გემრიელი. ანუ მაგე დამახსოვდა რომ ცივიც გემრიელი იყო. და რა ადგილი იყო აჯდები? არ მახსოვს, ზოდიაქოს ხინკალი მევასწავლა მე. ზოდიაქ თელავის ზოდიაქოზე არის საუბარი. არა, თბილისის ზოდიაქოსიც კაი. ვოუკაბ ლოლის მოთამაშე, ლუდის მოყვარული, ყველაზე მაგარი ტიპი. ბიჭო, ყაზბეგში მაგ ნაჭამი, ამან არ ვიცი. რა ერქვა, იმ გავიძენიეს.
ოჯახის გვარი იქნებოდა? არა, რესტორანი. რესტორანი იყო? მაჩხა, სასტუმრო. ჩემი ყველაზე კაი ხინკლის გამოცდილება იყო 100 ხინკალი იყო ესეთი სახინკლე. ანუ შეიძლება აღარ არის ახლა. არის კიდე? რაღაც ეტაპი ცოტა ხანი აღარ იყო მგონი თუ რას. რაღაც 100 ხინკალი ქვია და ტარხუნას, აი პინჩოფ ტარხუნას უკეთებდნენ და ძალიან მომწონდა, მომწონს მე, როგორც მახსოვს. ამიტომ მეგობრებო, აგერ უკვე იცით ეგ რაღაც. ეს დღის დახურვა ვისი იდეა იყო, წერო დავხვართლაი რო. კალა შენი ხო? თქვენთვის არ მეკითხავს, გუნდიში? ყველაზე კაი ხინკალი არ გიჭამია. ხო, მაგასო, თელავის ზოდიაქო. შეცვლის თუ არა ამ ყველაზე კარგი გამოცდილებას, ეს გამოცდილება ჩანაცვლებს თუ არა? უეჭველი? არ გიჭამია ყველაზე კაი ხინკალი. თელავის ზოდიაქო. თელავის ზოდიაქო, ვინ თქვა ზოდიაქო? მე ვთქვი ამიტომ. კალამ თქვა ზოდიაქო, კალამ თელავის არაო. არა. ლუკა, ჩემიო. თელავის ზოდიაქოში ერთხელ მაქვს ისეთი გემრიელი ნაჭამი, რომ ეგეთი აი ვეღარსად ვეღარ ვნახე. და თელავის ზოდიაქოში ვიყავ მეორე და იქაც ვეღარ ვნახე ეგეთი გემრიელი. ხო, ანუ თელავის ზოდიაქოს ანუ ძალიან გემრიელი ხორცი შეხვდა. ბოლოს. ცოტნე. ვაზები. ვაზელინი დავიძახა თუ ვაზებიო პასუხი გავი. შენ ვაზელინი დაგიძახა, მაგრამ ვაზებიო იყო. არა, ეგ მარტო უცხოა. არა, ვიცი ხოლმე სადაა, გითხარი. ბიჭო, გამომწერეთ საინტერესო. ლორიოს გზაზე? მან ჭამე ყველაზე კაი ხინკალი. ვაზები და ვაზები არავის არ უთქვამს. როგორ გახსენდა ეს? კარჩი ამბობენ რომ ეს გამოცდილებებზე რომ ვილაპარაკეთ გითხრეს რომ ჯერო მაინცო ნუ იჩქარებთო აი ხა ნახავთო ნამდვილ გამოცდილებასო ხინკლესო. ხო არ გადავიფრთხო და ხო არ ქნა რომ ვისაც მეტი კუჭი ექნება თებსზე ვინც ყველაზე მეტ შეჭამს იმას გადავცემთ ყვარლის ტბის ორ კაციან საგზურს 3 დღით როცა მოინდება. პირდაპირ კალას რო გადაცე მაშინ მაგდენიის ხინკალია. ხო მაგრამ end of the day შენ 20 შეჭამ გუნდიშ? მას მეგონი 30 შეჭამ. 10 ჩვეულებრივად? 30. ჩვეულებრივად აი იქ რამდენი ჭამე ჩელენჯი? არც ერთ 21-ზე უკვე ისევ ჩვეულებრივად იქნები. როგორც იქა. ამას პატარებია ეს შეჭამ. სოხანი არ ჩონს მე ძმრით ვჭამდა თუ შეიძლება რომ მარე და მე და ხელი გაწიეთ წამშობოთ ეს რა ხო ალბათ ეგ არის 14 ხინკალი სულ იყო 50 შეკვეთილი და 14 რო შენ ჭამაში ჩემო 15 ერთი ნომერი მესელიძეზე რო 15 სამჯერ ვარ მათემატიკაში განში მეც მაინც გქოსა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ე ბანძი ვარ ხო უნდა წამოსულიყავით მესამე დღეს მაგრამ ისე გაგვისწორდა ბევრს რა ისე გაგვისწორდა დავრჩით მესამე დღესაც დავრჩით მირო და ნიკაც დარჩებოდა მაგრამ ნიკა აჩიზე იყო დამოკიდებული იმიტომ რომ აჩის მაწა იყო ან და აჩი ვერ დარჩა მახარა ვერ დარჩა მირო იმიტომ რომ მე გიმუშაობდა და დავრჩით ჰიტა მე ნანუკა ის რა ქვია რაბანა სოლე და მთელი ოქტოპუსი ოქტოპუსის ვიდეო გადავიღეთ იქ უსამართლო ქვიზზე სასტუმროს ნომერში თქვენ ეგრე გემართებათ სასტუმროს ნომერში შევდივარ და უწვევი ეგრევე მეძინება ძილის პრობლემები მაგ ბავშვობიდან კერა და რავი წინა ცხოვრებაშიც და მომავალ ცხოვრებაშიც მექნება ეგეთი შეგრძნება მაგ ანუ ვერაფრით ვერ მოვერიე იმას რა ქვია მელატონინს რა ვერაფრით ვერ მოვიჩვიე მელატონინი ანუ ვერ არ გამომუშავდება თუ რაღაცა არ ხდება ჩემში რა მაგის წარმოება და რომ უწვევი აი ესე წევარ დებილივით ეს თვალები გახელილი და რაღაცებზე ფიქრობ რაზეც მე თქვენ გელაპარაკებით ისე კაია ეგ და სასტუმროს ნომერში უწვევით ან იქ ხო იცით სასტუმროებში გენერალური გაგრილება რო არის აი გენერალური გაგრილება ვოდი იქ კონოპკებზე რო აყენებ რამდენ გრადუსზე კიდე ოთახში ტემპერატურა იყოს აი მაგას ბოლომდე დაწევ და ძალიან ცივ თეთრ გაკრიალებულ საწყლში რო დაწვები ესე და აი მეძინება რა და სხვა შორის მომეხმარა ყვარელი ძალიან მომეხმარა რომ ჩამდგარიყავე კალაპოტში ერთადერთი პრობლემა ყვარლის ტბას ჩემო მეგობრებო რა ეს არის ჩამოსასხმელი ლუდის არ ქონა ჩამოსასხმელი ლუდი რო ყოფილიყო ალბათ 100 ლიტრი ლუდი დაელევოდა მარტო ჩვენგან რა ეხლა დაელი 10 ჩამოსასხმელი ლუდი აუცილებელი ლუდი თუ არის უნდა იყოს ჩამოსასხმელი რა თან არ მგონია პრობლემა იყოს ხა ჩამოსასხმელი ლუდის გაკეთება აუ ვაიმე რა დამავიწყდა საუზმე რამდენ სასტუმროში ვარ ნამყოფი შე რამდენი ვლოგი მე ჩემი მონაწილეობით რამდენი ვლოგი და სხვაგან რა აი რამდენგან ვარ ნამყოფი რა და ყველგან სასტუმროში ვჩერდები და აი
არც ერთ აი ახლოსაც ვერ მივა ერთ-ერთი სასტუმროსაც ნამყოფი ვარ საუზმით ყვარელთან. Scrambled egg იქონდათ კარაქში და რძეში, აი ესე. ერთი ალბათ 15 წელი კვერცხი მჭამე რაც იქ ვიყავი რა. სოსისების სხვადასხვანაირი ბეკონის შემწვარი, იქ ჩიხირთმა იყო თუ გუშწინა დღეს დალია მეორე დღეს ჩიხირთმა ქონდა საუზმეზე უეჭველი. რაღაცნაირი შემწვარი კვერცხი, ბუხარშული კვერცხი, ეს ათქლეფილი კვერცხი, ხორცეულობა, ყველანაირი პასტა, აი რაღაც აი თაფლი, ფისტის, აი ფისტაშკის პასტა, შოკოლადის პასტა, ბლინები, ბელგიური ვაფლები, ორაგული, ხორცი, ანუ ყველი ბევრნაირი, ძეხვეული ბევრნაირი, პური აი ბევრნაირი, ხილი გათლილი გაჭრილი და კურკებ გამოცლილი. ანუ აი ბოსტნეული ყველაფერი იყო, ანუ ვაფშე ყველაფერი იყო და როგორც კი იცლებოდა ერთი რაღაცა მეორე გამოდიოდა ეგრევე ცხელი. აღფრთოვანებული ვლაპარაკობ ხე. ერთადერთი რაც მაკლდა ნანუკა იყო Starbucks-ის ყავა რა. ბოლო დღე იყო ძალიან ყველა ნასიამოვნები, დასვენებულები, დასვენებისგან დაღლილები წამოვედით. დამთავრდა ჩვენი 2 დღიანი რომ უნდა ყოფილიყო და 3 დღიანი რომ გამოვიდა ეგეთი ვოიაჟი და კახეთში ვარ და ახლობით ესეც სასტუმროში და ახლობით 6-გან ნამყოფი რა. და ძალიან დიდი დიაპაზონით, უდიდესი დიაპაზონით უკეთესია სხვებიც კარგია, მაგრამ ეს ძალიან კარგია. წარმოიდგინეთ აი ამ ხელა ტერიტორიაზე. აი ამ ხელა ტერიტორიაზე არის აი ეს და აი ეს. ყოველთვის ყველგან არის ადგილი შენთვის. ყველა აუზზე შეგიძლია შეხვიდე, გაცურო შეზლონგი არის. ანუ ყოველთვის ყველაფერი, ანუ აი ეს მოსახლეობის გადამეტება რო არის ხოლმე რაღაც ვერეტებიან და შეზლონგი თუ არ დაიკავეთ ძინა ღამეს მეორე დღეს რო არ გაქვს. ეგეთი რაღაცეები აქ არ არის და ვერც იქნება, იმიტომ რომ არის ცოტა ნომერი რა. აქვს 2 რესტორანი, ევროპული, ქართული. დილას საუზმე კი ნახეთ რომ საუკეთესოა, ანუ მართლა აი ძალიან სარესტორნო ხარისხის საუზმე იყო, ხო არის რომ საუზმეა, მაგრამ ყველაფერი იყო უგემრიელესი. იქაც, აქაც. მოკლედ, ძალიან კმაყოფილი ვარ. ისე კმაყოფილი ვარ, რომ წარმატებას გაძლევთ, რომ კიდევ მოვა. რომ ჩეპონჩი. კამერის გარეშე დავისვენებ. ეს უდიშა იყო და ცოტნე ფასტოს გამომწერებზე იმედია მეტი იქნებით ვიდრე ხართ. უდიშ დაიმშვიდობა ჩემ გამომწერებს. კარგად ფასტოს გამომწერებო. მიყვარ ხარ. დაიმშვიდობა ჩემს გამომწერებს და თან მაკოც. მეცეჯო. მაკოც. კარგად. გამომწერებს და შეგვაცხი. დაიმშვიდობა. ფასტოს უსაყვარლეს აუდიტორიას, აქედან ჩემი გულთბილი სალამი და მშვიდობა. დიახ. ეს ეხა თქვი ცოტა შეახსენებ რომ სეტანტა ისევ ჩემი პარტნიორი არის, ისევ გენერალური და უძმაკაცესი პარტნიორი არის ჩემი, სადაც შეგიძლიათ setanta.com-ზე შეხვიდეთ და გამოიყენოთ ჩემი პრომო კოდი BASTO დიდი ასოებით, რომელიც მოგანიჭებთ 30%-იან ფასდაკლებას ისედაც იმ ძალიან იაფ სერვისზე, რომელსაც გთავაზობთ. ეს კი რაბანაა. რომელიც ჩემი პრომო კოდით არის დარეგისტრირებული და 30%-იანი ფასდაკლება გიზედაც იმ ძალიან იაფ სერვისზე, რასაც setanta გთავაზობთ. ეს კი ჰიტა, რომელსაც ასევე ჩემი პრომო კოდით აქვს setanta ნაყიდი, მაგრამ თვითონაც აქვს პრომო კოდი, შენ კომპრომოთ როგორია BASTO კოდი რიასოთი, რა თქმა უნდა და ეს არის ნანუკა. რომელსაც ყვითელი кейსი, იმიტომ უჭირავს, რომ რა თქმა უნდა მისი შეყვარებული, მისი საქმრო setanta-ს პარტნიორია, რომელიც თუ გამოიყენებთ მისი საქმროს დიდი ასოებით სახელს BASTO-ს, მიიღებთ 30%-იან ფასდაკლებას ისედაც ამ შესანიშნავ ფასიან სერვისზე. უღმესი მადლობა. როლა ჩავიდა კაცი. ოშო. აუდგა ორი ჯირი. ერთი იყო სუფთა წვიცავს. გამჭირო. მეორე იყო ტალახიანი და ფუძუ. და უთხრა. აქედან რომელიღაცაში საწამლავიაო. ჩვენკი რომელიც გინდა იტალია. არა, ეს კაცი რომელსაც დალებდა, იმის მოიწამებდა. Just drop it. Like
ჯაბ. Pastor Aira. ერთი შენი ხარი რომელიც იყოს ყველაზე მეტი. აი ეს უყო. მაშინ იქიდან მომწევი. ესეც კოჭახი. და სადაც დაიწყო ვლოგი იქ დამთავრდა. შეიცვალა ჩემი ცხვირისფერი უფრო წითელი არის, ზურგი მეწვის, ჰიტას ხელში უჭირავს ნივთი, რომელიც გასინჯა და მოგეწონა. ეხა მიკროფს რა თქვას? გავია. ხო და ჰიტას თუ ვერ იცანით ეს ისა ვინც მომაკითხა ზღოლი რა ჩვენ. ხო და შენ დაგიდი რო არის ხო? აცი. ოი როგორი ფეთქება. ბოლომდე რატო დალია მაშინ? იმიტომ რომ შენ დაგიდი იყო და შენს მოწოდებულს შხამს დავდებ. არა ხო რა გადავალ, ეხა ისე გამისტორდა რომ ეხა ბოდრუმში შემდეგი ვლოგი ბოდრუმიდან მეგობრებო. ან კვიპროსიდან და all inclusive სასტუმროდან კაკმინიმო, ხო? გაკოცეთ. ოქროები ხართ. გადაშორის როგორც კი წამოვედი, მეორე დღეს ნათლობა იყო, უნდა პირველი ნათლია, ანუ პირველად მომნათლე ბავშვი. ანუ პირველი ნათლული იყო და იმახსოვრეთ, მე ჩავიყვანე წყალში და მოვიყვანე და დამიანე ლაზიშვილი დაიმახსოვრეთ სახელი და გვარი ბომბარდირი გახდება ლალიგის ჩემი აზრით ერთ დღეს. უეჭველი რა, იმიტომ რომ მე რაც შეცდომაც დაუშვეს ჩემთან, ჩემ ამშობლებმა რომ ფეხბურთზე არ შემიყვანეს, აი ეგ ნიჭი დავანათლე დამიანეს. და გავუკონტროლებ აუცილებლად 6 წელს როგორც გახდება ფეხბურთზე თუ არ შეიყვანენ, ჩავალ ესტონეთში ილიასთან, მოვპარავ ბაღანას, ჩამოვალ აქ ფეხბურთზე შევიყვან, რა თქმა უნდა იბერიაში. იბერიის აკადემიაში. მივმართავ იბერიის აკადემიას, სადღაც 6 წელიწადში, ახლა 3 თვის არის ეგ ბაღანა, 6 წელიწადში თქვენთან მოვა დამიანი ლაზიშვილი, გაწვრთენით კარგად, გაწვრთენით. უი, სხვათა შორის ჰიტას მანქანის ედიტების გათამაშებაში მონსტრი ჩაერთო. ეხა მე ჰიტას ედიტი გავაკეთე, ჰიტას მანქანის ჩათვალეთ რომ შანსი არავის აღარ გაქვთ, მეორე ადგილზე თუ გახვალთ, გაიქნება რა. ნანუკა, ედიტი როგორ ამოდის? აი ეს დატრიალდეს, და გაიცა. ჰიტა, მონეტიზაციის ფულით ნაყიდი მანქანა. ზღრენები. Amas davai. Yo la sigo enamorando, regalando, tú te comprando. Lo que usted mamita quiere. Ahora no estamos alejando, no te estoy viendo, lo estoy volando. Esta sola tú prefieres. Amas da. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა. ყვარლის ტბის ადმინისტრაციას თუ რაც ქვია არ ვიცი. ყველას მოკითხვა აქედა, იმიტომ რომ აი კარგი იყო რა, მომსახურე პერსონალიდან დაწყებული, მენეჯერი, ადგილი, ყველაფრით ვარ კმაყოფილი. ოღონდ ეს ამას იმიტომ რომ უფრო იქ იუთუბერები ჩავედით და უფრო მოაქციეს ყურადღება, მაგას არ გულისხმობ რა. ყველა ვინც ჩასულა, ვიცოდი რომ ყველა ჩამოდის იქიდან იმით რომ აი მაგარი იყო, გაასწორა, კარგი იყო რა. როგორც ვიცით, იწყება ევრობასკეტი, ანუ ჩვენი ბასკეტბალერები არიან ევროპის ჩემპიონატზე და 28-ში არის პირველი თამაში და მაგასთან დაკავშირებით საქართველოს ბანკი აი ამ ობიექტებზე თუ მიხვალთ ევრობასკეტის საქართველოს ნაკრების თამაშებზე გაათმაგებული პლეის ქულები გექნებათ. ანუ გაათმაგებული რა არიცით? გაათმაგებული, გაორმაგებული კი არ არის, ანუ გაორმაგებული, გახუთმაგებულია. ანუ გაორმაგებული პლუს ქულები ხო ძალიან მაგარია და მე როცა მოვიდნენ და აი გაორმაგებული გაახუთმაგებული, გაათმაგებული პლუს ქულები არის. სხვათა შორის
მეც ვიქნები ერთ-ერთ ადგილას PAB 44-ში 28 აგვისტოს საქართველოს საკალათბურთო ნაკრების თამაშზე იქ მოვალ რაღაცა პატარა ჩელენჯებს ჩავატარებ, გავათამაშე პრიზებს. თუ ეხლა ამ ვიდეოს უყურებ და დარეკავთ PAB 44-ში და მაგია თავისუფალია, დაჯავშნე უეჭველი და მოდი. ჯერ ხო იქ რაღაცებს რო გადაიხდი ერთ სუფრაში პლუს ქულებით, იმდენ პლუს ქულას დააგროვებ, რომ დენი გადაიხადო იმ თვეში. ისეთი გაათმაგებულია, მეც მოვდივარ, ვაფშე ჩემ პლუს ბარათით უნდა იმენა უნდა ვუხადო, ყველას გადა ერთი ლუც, ყველას გიყიდით, რომ შევაგროვებ პლუს კლუბები და მე დენი ინტერნეტი, ლიფტი და რაც კი კომუნალურია, ყველაფერი გადავიხადო რა. მოკლედ გელოდებით და საქართველოს ბანკთან ერთად ჰამაკზეც ძალიან საინტერესო კონტენტს ნახავთ ძალიან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. წავედი, შემდეგი ვიდეო იქნება mind blow-ები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი mind blow შევაგროვე. ოღონდ mind blow-ის კი არა, რომ აუ, ChatGPT რამე 10 mind blow მითხარი, არა. მე საუბრებში ვიღაცებ მე ფუტკრეებთან, იმეებთან, ამეებთან კომუნიკაციის დროს ისეთი mind blow-ები დავაგროვე, რაც არ იგუგლება. გამოიწერეთ არხი, გააქტივნეთ დაინჟინი და გადაეცით თქვენს ჰეითერებს რომ ტრაკზე გაკოცონ. წავედი.